გავსინჯოთ ბაყაყის ფეხები ბათუმში. თქვენ იქამდე მოგეწონათ ჩემი ბაყაყების გასინჯვა ნიციდან, რომ აუცილებლად უნდა მეპოვა ბაყაყების ფეხები ბათუმში. ახალი კაფე გაიხსნა ბათუმში, სადაც ერთ-ერთი კეზე არის ბაყაყები. ამას შეხედეთ, რამდენად მსუქანი ფეხებია და სხვათა შორის ნიცისგან განსხვავებით აქ სხვანაირად მოდის. შემწვარი ბაყაყის ფეხებია, соуსი და ლაიმი. ვნახოთ რამდენად განსხვავდება ნიცისგან გემოც. როგორც ნიცაში გვასწავლეთ, ბაყაყის ფეხები უნდა იჭმეოდეს ხელით. პირველ რიგში соуსის გარეშე რომ ვნახოთ რა გემოს არის. კიდევ ერთხელ ვწუნდები, რომ ბაყაყის ხორცი არის იგივე რაც ქათმის ხორცი, უბრალოდ მილიონჯერ უფრო რბილი. ეხლა соуსთან ერთად გავსინჯოთ. соуსი ძალიან გემრიელია, მაგრამ ჩემი აზრით соуსის გარეშე ჯობია ლაიმთან ერთად უბრალოდ უფრო კარგად იგრძნობა თვითონ ქათმის არა, ბაყაყის გემო. მოკლედ ბათუმური ბაყაყიც კი გემრიელია. ბაყაყების მერე რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა დააყოლოთ ფრანგული უგემრიელესი დესერტი. და სხვათა შორის ვინც კიდევ ვერ შეამჩნიეთ, ფრანგულ კაფეში ვართ ბათუმში. უსაყვარლესი დიზაინი არის ინტერიერის და ძალიან გემრიელი და რა თქმა უნდა ლამაზი დესერტების და ზოგადად კერძების დაგხვდებათ აქ.